კანდიდატ მახსენო პრობლემა ყოფილა თურმე ის რომ გასულ წლებში რუსულ კომპანიებზე მოხდაო რაღაც აქტივების გაყიდვა და რა ამერე რა პრობლემა არის ეს ვინმე მოდესმე თქვა ჩვენი ხინა რომ რაღაც პრობლემა არის რუსულ კომპანიებზე გაყიდვა არის პირიქით მე გისურვებ რომ რაც შევა ბევრი კომპანია შემოიყო თუნდაც რუსული იყოს თუ ეს რუსული მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ მინდა გითხრათ რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი დამსხვილი ბრუნვაა ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის ჩვენ პირიქით არანაირი პრობლემა არ აქვს არც ერთხელ ჩვენ ოპოზიციას არ გვითხოვს რომ სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთს ესეთი რამე არ ყოფილა მოსკოვში იყავით პეტერბურგში ვიყავ პირველი თანხა მე იქ ვიშოვე მილიონი რუსული მონეტა ჩვენ ოქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე მათ შორის ვაჭრობის საკითხებზე ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე უამრავი ჰუმანიტარული და სხვა საკითხია იმიტომ რომ მეზობლებთან ყველა შემთხვევაში ყველანაირ მეზობლებთან ჩვენ გვჭირდა ურთიერთობები და დიალოგის წარმოება ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან საქართველოს არასდროს დაგვიკეტავს რუსი ინვესტორებისთვის რუსი ტურისტებისთვის რამდენიმე ასეულ ათას ველოდებით წელსაც რადგან მიმაჩნია რომ იქ სადაც აქტიურობს ბიზნესი ადგილი აღარ რჩება ტანკის მუხლუხოვებისთვის და გამოდივარ ახალი ინიციატივით რომ ცალხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან და იცოდე რუსულა ტურისტებმა რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიეპიცხონ წეს ჩვენ პლაჟებზე ნებისმიერ დროს ისარგებლონ ჩვენი სტუმართმოყვარეობით და მათ ახალავინ არ დაუშლით მათ მიერ ასე მონატრებული ბორჯომის და ქართული ღვინის დალევას და ჩვენ მეზობელთა ურთიერთობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ინტერესების ხელოვნურად გაღეზიანება რუსეთის წინა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები რომ შინაგანი სისუსტეების კომპენსირება მოეხდინა რუსეთთან აგრესიული რიტორიკით დამთავრდა ძალიან ცუდად ჩვენთვისაც და ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებისთვისაც მე საქართველოში მოღვაწე სახელმწიფო კომპანია როგორიც არის VTB ბანკი ისეთივე როგორიც არის RAO-ი და ასე შემდეგ ძალიან აქტიური ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ ფულს ასე ვთქვათ სუნი არ უდის ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი რაც შეეხება ჩემი პასპორტის დათმობას რუსეთის მოქალაქეობა საერთოდ რუსეთი არის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი არ აქვს მნიშვნელობა ჯიბეში русეთის паспорти მედება თუ არა და მე დარწმუნებული ვარ мы люди русской культуры у нас два родных языка мы были совершенно вросшие в московское вообще в общество у нас вся жизнь была там на профессиональном Нина прима-балерина Большого театра это же не что-то совершенно верно ну и не только Большого а еще параллельно Американского балетного театра